საღამოშვიდობის 31 დეკემბრის BMT TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი ვარ და ამ წლის ბოლოს სამუშაო დღეს მთავარ და არა მხოლოდ დღის წლის მთავარ საქმიანობებს გვიზიარებთ BMT-ის გუნდის წევრებთან ერთად. 2025 წლის 11 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.9%-ით გაიზარდა. საქსტატის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების მიხედვით ნოემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 7.2% იყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ ამ წლის ბიუჯეტის შესრულების ოპერატიული ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 30 დეკემბრის მდგომარეობით გადასახადების გეგმა გადაჭარბებით შესრულდა. გადაჭარბება 13.600.000 ლარია. სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით კომისიის შემადგენლობაში შესაბამისი დარგის მინისტრები, მთავრობის ადმინისტრაცია და კონკურენციის სააგენტო იქნებიან. სემიკმა ირიგაციის მომსახურების ახალი ტარიფი განსაზღვრა, რომელიც აპრილიდან ამოქმედდება. მარეგულირებლის ინფორმაციით, ცვლილების მიზანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, სისტემების რეაბილიტაცია, დანაკარგების შემცირება და ფერმერებისათვის წყლის უფრო საიმედო მიწოდება. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში საახალწლო მილოცვას ავრცელებს. ევროკავშირის მილოცვის ტექსტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირს სჯერა საქართველოსი, ისევე როგორც ქართველ ხალხს ევროკავშირის. საქართველოდან ევროკავშირში ვიზიტების რაოდენობა ბოლო წლებში მზარდია. მესამე კვარტალში წელს 102.000 გადააჭარბა. საქართველოს რეზიდენტების ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტებმა. 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა 7%-იანია. 11 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.9%-ით გაიზარდა. რაც შეეხება 2025 წლის ნოემბერს, საქსტატის წინასწარი შეფასებით, ნოემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 7.2% იყო. ნოემბერშივე საქართველოს კერძო სექტორის, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის გადამხდელი კომპანიების ბრუნვა 10%-ით ზრდას აჩვენებს და 15 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდა დაფიქსირდა ლოგისტიკის, საფინანსო და მრეწველობის სექტორებში, კვლევა კი მშენებლობის და ენერგეტიკის მიმართულებით იყო. თუმცა შუბაშვილი გაიცნო ამ მონაცემებს და შეფასებებს მის სიუჟეტში მოვისმენთ. ნოემბერში საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი შედარებით დაჩქარდა და გასულ თვეს ეკონომიკა 7.2%-ით გაიზარდა. 11 თვეში კი ზრდის ტემპმა 7.9% შეადგინა. ნოემბერში კერძო სექტორის, ანუ დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი საწარმოების ბრუნვაში 10%-იანი მატება დაფიქსირდა და ამ მაჩვენებელმა 15 მილიარდი ლარი შეადგინა. რაც შეეხება დარგებს, ზრდა კვლავაც ისეთ სექტორებშია, როგორიცაა ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობა, ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები. ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ძირითადად დაკავშირებული იყო სატვირთო გადაზიდვების მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან. ძირითადად ეს ეხება როგორც საგზაო, ისე საჰაერო ტრანსპორტის მიმართულებას და შესაბამისად გაიზარდა ტვირთის სატრანსპორტო დამუშავების და დასაწყობების მაჩვენებელი. დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან, გაზრდილია თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება. მშენებლობის სექტორში გამოვლინდა კლების ტენდენცია და ეს ძირითადად დაკავშირებული იყო სამოქალაქო მშენებლობის მოცულობის შემცირებასთან, როგორც მაგალითად გზების, ხიდების და ავტობანების მშენებლობა. ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს გუშინ მთავრობის ხდომაზე წლის შეჯამებისას ირაკლი ყობახიძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკა 100 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. პირველად გადასდება ჩვენი ეკონომიკა 100 მილიარდ ლარს და მიაღწევს დაახლოებით 104 მილიარდ ლარს. ერთსულ მოსახლეზე გადასდება პირველად ასევე $10,000 და მსხვერპლობითი უნარის პარიტეტის მიხედვით გადასდება პირველად ასევე $30,000. ბუნებრივია ეკონომიკის ზრდა მთლიანობაში აისახება ქვეყნის ეკონომიკური პოზიციების გაძლიერებაზე, ასევე თუნდაც პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებაზე და რასთავარია ეს ყველაფერი აისახება ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
გასულ პერიოდში კლების ტენდენციის შემდეგ ნოემბერში ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელ მრეწველობაშიც, რაც საქსტატის ცნობით მეტალურგიული პროდუქციის, მათ შორის ფეროშენადნობების ექსპორტის მატებას უკავშირდება. ფეროშენადნობთა ასოციაციაში კი განმარტავენ, რომ ტრადიციულად წლის ბოლოს საერთაშორისო ბაზრებზე მეტალზე მოთხოვნა იზრდება, რაც საქართველოდან ექსპორტზეც აისახა. თუმცა დარგობრივ ასოციაციაში გლობალური გაურკვევლობის ფონზე მომდევნო თვეებთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინები ნაკლებად აქვთ. რაც შეეხება ნოემბრის თვეში ექსპორტის ზრდას ფეროშენადნობისას, აქ ძალიან ბანალური და მარტივი მიზეზია მეტალურგიული ქარხნები, მეტალურგიული კომბინატები, რომლებიც მოიხმარენ ფეროშენადნობებს, მარაგებს აკეთებენ, იმიტომ რომ იცით, ესე იგი, საშობაოდ და ახალი წლისთვის შეგულებების პერიოდია, ზამთრის პერიოდში ლოგისტიკა უფრო რთულდება, უკვე დეკემბრის ბოლოს, თქვათ, ექსპორტი შემცირდება, სამწუხაროდ იანვრის პერიოდით კლება იქნება, მეტალზე მოხმარება ისევ დაბალ ნიშნულზეა, შესაბამისად ეს ჯაჭვურად იწყებს ფეროშენადნობებზე მოთხოვნის ისევ შემცირებას, ფასები ისევ დაბალია და შესაბამისად ეს ყველაფერი ამ ეტაპზე კარგს არაფერს გვიქადეს. კლების ტენდენცია კი ნოემბერში მშენებლობის და ენერგეტიკის სექტორებში დაფიქსირდა. მშენებლობის სექტორში კლება მათ შორის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების შემცირების ტემპს უკავშირდება. ენერგეტიკის სექტორში შემცირების მიზეზი კი მათ შორის ელექტროენერგიის განაწილების და იმპორტის მიმართულებით კლებაა. ფაქტობრივად გადატვირთვის წელი ქონდა ჩვენ, ხო? ანუ აი ეს ასე ვთქვათ, თამაშის წესები რადიკალურად შეიცვალა. მოვიდა ახალი გუნდი ეკონომიკის კუთხით, ეკონომიკის სამინისტროში და ყველა ასე ვთქვათ, მისულობრივ კომპანიებშიც შეიცვალა ხელმძღვანელობა, ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ჰქონდათ და ჯერჯერობით სამწუხაროდ ახლა ესე ყველაფრის მოგვარება ვერ მოხერხდა რა და აი ამ გადატვირთვის რეჟიმში ვართ, ინვესტორები აკვირდებიან, უყურებენ და შესაბამისად მოლოდინის რეჟიმი არის და აქედან გამომდინარე არ მოხდა რომ ასე ვთქვათ, მსხვილი ინვესტიციები ან რაღაც მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდეს ჩვენ სექტორში. სპეციალისტების ნაწილი კი ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკა მეტწილად კვლავ ისეთი დარგების ხარჯზე იზრდება, რომელსაც მოსახლეობის ფართო ფენაზე გავლენა შედარებით ნაკლებად აქვს, რის გამოც ზრდაც ნაკლებად ინკლუზიურია. ამ მიმართულებით ეკონომისტების ნაწილი კვლავ IT სექტორს ასახელებს, რომლის წილიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში მზარდია და წელს 9 თვის მონაცემებით ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 8,2% სწორედ ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორზე მოდიოდა. სპეციალისტები აღნიშნავენ იმასაც, რომ მომავალი წლისთვის საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მთავარი რისკი რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გაჩენილი სავაჭრო და ფულოდი ნაკადების კლებაა. ინფორმაცია და კომუნიკაციაზე ვიტყოდი, რომ მისი ეფექტი რეალურ ეკონომიკაზე არის მინიმალური, რადგანაც დიდწილად ის საწარმოები თუ ინდმეწარმეები, რომლებიც ამ სექტორში ზრდას უზრუნველყოფენ, იხდიან დაბალ გასადასახადებს ქვეყნის ბიუჯეტში, ამიტომ ფისკალური ეფექტია მინიმალური. არიან ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ომი დამთავრდა უკრაინაში, ამას ექნება უფრო შოკური ეფექტი, უარყოფითი შოკის ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე, რადგანაც ის სექტორებიც კი, რომლებიც სარგებლობდნენ, ასე ვთქვათ, ომით უკრაინაში, მათაც საკმაოდ რთული მდგომარეობა ექნებათ. ვაჭრობა, ტრანსპორტი, დასაწყობება, ტურიზმი. რაც შეეხება ანალიტიკური ორგანიზაციების პროგნოზს, TBC კაპიტალი ვარაუდობს, რომ მომავალ წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 4,9%-მდე შენელდება. გალტენ დაგარტის გათვლებით კი 2026 წელს ქვეყნის ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება. ვფიქრობთ 6%-იანი ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი 2026 წელს. ნორმალიზება ხდება, უახლოვდება ის საქართველოს ეკონომიკური ზრდის ბუნებრივ დონეს, ან პოტენციურ დონეს და ამ ზრდის განმაპირობებელი რა იქნება 2026 წელს. ვფიქრობთ ეს არის კვლავ მოხმარება. ასევე მნიშვნელოვანი აღნიშნოთ ის, რომ წელს რომ შენელება იყო მთავრობის კაპიტალურ ხარჯებში, ეს გადადის 2026 წელს და აქ ზრდა არის დაახლოებით 9%-ზე 9.3%-იანი ზრდა და ეს დამატებითი ფაქტორი არის. მთავრობის ოფიციალური პროგნოზით 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა ჯამურად 7,2%-ით გაიზრდება. 2026 წელს კი ზრდის ტემპის 5%-მდე შენელებაა მოსალოდნელი.
ამ წლის მთავარ ეკონომიკურ მოვლენებს რომ გადავხედოთ, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების მიღმა 2025 წლის გაზაფხულიდან საქართველოში ინფლაციის ზრდის პროცესი დაიწყო და მარტში ინფლაციამ ეროვნული ბანკის 3.3%-იან მაჩვენებელს გადააჭარბა. ივნისში უკვე 4% და ოქტომბერში 5.2%-ს აღწევდა. ნოემბრის მდგომარეობით ინფლაცია 4.8%-ის ნიშნულამდეა შემცირებული, თუმცა არსებული მდგომარეობით ინფლაცია კვლავ მომატებულ ნიშნულზე ნარჩუნდება. ყველაზე მეტად ინფლაციაზე გავლენას სურსათის ფასების ზრდა ახდენს, რაც წლიურად 10%-ით არის გაძვერებული. 8%-ით არის მომატებული ფასები ჯანდაცვის ჯგუფში, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მიმართულებით კი ფასების ზრდა 7%-ს ხდება. 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის შესახებ ინფორმაცია 2026 წლის იანვარში იქნება ხელმისაწვდომი. წლის ბოლოსთვის რეზერვების მოცულობა რეკორდულ მაჩვენებელზეა. გასული თვის განმავლობაში შესყიდული რეზერვების მოცულობა $308 მილიონ შეადგენდა. შედეგად, რეზერვების ჯამური მოცულობა $5.8 მილიონ გაზრდილი. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, რეზერვების შესყიდვა გაგრძელდა დეკემბერშიც, რის შესახებაც დეტალური სტატისტიკა უკვე 26 იანვარს გამოქვეყნდება. 2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით ქართული კომერციული ბანკების კრედიტების მოცულობა $69 მილიარდ უტოლდებოდა, რაც ერთ წლიან ჭრილში 13.75%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების პორტფელი წელს 13.88%-ით გაიზარდა და $65 მილიარდ მილიონ მიაღწია. საბანკო სექტორის აქტივების ზომა კი ნოემბრის მდგომარეობით $105 მილიარდ შეადგენდა. ეს ერთ წლიან ჭრილში 12%-ით არის გაზრდილი. ამ წლის განმავლობაში სახელმწიფოს ჯერ კიდევ 2024 წლის მაისში საერთაშორისო შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ დასახელებული ჰყავდა ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCC ანაკლიის ყმაწვილოვან პორტზე საინვესტიციო შეთანხმების გასაფორმებლად, თუმცა ეს შეთანხმება მიმდინარე წელს ვერ გაფორმდა. მთავრობის ინფორმაციით არსებობს რამდენიმე საკითხი ამ დრომდე, რომელზეც კორპორაციასთან კითხვები რჩება და მხოლოდ პოზიციების შეთანხმების შემდეგ მოხდება საინვესტიციო შეთანხმების გაფორმება. საქართველოს რკინიგზა 24 დეკემბერს ხაშური ხარაგაული ზესტაფონის ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მთავარ მონაკვეთის გახსნასთან დაკავშირებით გამართა ღონისძიება სოფელ ქვიშხეთში ახლად აშენებული 8.3 კილომეტრიანი გვირაბის აღმოსავლეთ პორტალთან დაკავშირების აღსანიშნად. 29 დეკემბერს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის უკვე რიკოთის ჩუმათელეთი ხევის გზაზე დარჩენილი 4 კილომეტრიანი ორზოლიანი გზა გაიხსნა და ეს იყო ბოლო საგზაო მონაკვეთი, რომელიც ამ დრომდე ექსპლუატაციაში არ იყო შესული. ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ ამ წლის ბიუჯეტის შესრულების ოპერატიული ინფორმაციაც განაახლა, რომლის მიხედვითაც 30 დეკემბრის მდგომარეობით გადასახადების გეგმა გადაჭარბებით შესრულდა. ბიუჯეტით 2025 წლის განმავლობაში 21 მილიარდ 940 მილიონი ლარის გადასახადების აკრეფა იყო გეგმაში. ხაზინის ინფორმაციით უკვე შესულია 21 მილიარდ 953 მილიონ 619,785 ლარის შესაბამისად, საბიუჯეტო შემოსავლების გადაჭარბება 13 მილიონ 600,000 ლარს უტოლდება უკვე. განათლების რეფორმა, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლების დანერგვა, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი და საგრანტო დაფინანსების გაუქმებაც ამ წლის ერთ-ერთი სიახლე იყო. საუნივერსიტეტო სისტემაში დაინერგება 3+1+1 სისტემა, სადაც წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ერთი წელი კი მაგისტრატურას. ამ დროისათვის ხელმისაწვდომი უახლესი სტატისტიკის მიხედვით 2025 წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის შემოსავალი გაზრდილია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, IT სექტორის საგარეო შემოსავალმა $791 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 66%-ით, ანუ $316 მილიონი მეტია. 2025 წლის პირველი 11 თვის განმავლობაში ტურიზმიდან საქართველოს ეკონომიკაში 4 მილიარდ 400 მილიონი დოლარის შემოსავალია მიღებული, რაც წლიურად 5%-იან ზრდას ნიშნავს. პატენტ აკარტის შეფასებით, წლის განმავლობაში ტურიზმის შემოსავალი ჯამურად 4 მილიარდ 600 მილიონ ლარს უტოლდება და 2026 წელს 4 მილიარდ 900 მილიონ დოლარამდე არის ნავარაუდების ზრდა. 2025 წლის განმავლობაში ცვლილებები იყო სახელმწიფო საწარმოებში. მმართველები შეეცვალა საქართველოს რკინიგზას, საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციას, სახელმწიფო ელექტროსისტემას, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას და სხვა მსხვილ სახელმწიფო საწარმოებს. სურსათის ფასები კიდევ ერთი თემა იყო, მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც 24 დეკემბერს მოექცა ფოკუსში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სურსათის ფასების საკითხის დეტალურ შესწავლას იწყებს პრემიერ-მინისტრის ვიდეო მიმართვის შემდეგ. სუსის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშამ
მაღლაძემ რამდენიმე დღეში განაცხადა და დაადასტურა, რომ მოკვლევა დაიწყებოდა და როგორც აღნიშნა, მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ნებისმიერ მართსაწინააღმდეგო ქმედებას. თუმცა, სუსის მხრიდან სიახლეები უფრო ხშირად ქართული ოცნების მთავრობის ყოფილი წევრების კორუფციულ დანაშაულებებზე მხილების განცხადებებს შეეხებოდა. ბრალი წარადგინა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ჯუანშერ ბურჭულაძეს, რომეო მიქაუტაძეს, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს და სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს. 2025 წელს საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსნებს, მათ შორის ექს-პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს, სუსის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს, ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს რომეო მიქაუტაძეს, ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კოპა გაბუნიას, მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ უფროსს დავით აბადაძეს, სხვადასხვა სამოხელეო დანაშაულებზე ბრალი აქვს წარდგენილი და შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებისათვის ბრალი წარადგინა ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს. ასევე ბრალი აქვს წარდგენილი ამ პირებთან დაკავშირებულ კონკრეტულ ბიზნესმენებს. წარდგენილი ბრალი კი მოიცავს როგორც უკანონო შემოსავლების მიღებას, უკანონო სამეწარმეო საქმიანობას, ქრთამის მიღებას, უაქციზო საქონლით ვაჭრობას და სხვა გარემოებებს, რომლებზეც საგამოძიებო პროცესი ჯერ ისევ გრძელდება. ნოემბერში ევროკომისიამ გაფართოების ანგარიშიც გამოაქვეყნა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი 10 კანდიდატი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ყოველწლიურ შეფასებას ეხებოდა. ამ ანგარიშის მიხედვით საქართველოს კანდიდატის სტატუსისაგან მხოლოდ სახელია დარჩენილი. ევროკომისიის შეფასებით ქვეყანაში სიტუაცია მკვეთრად არის გაუარესებული კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიით და ფუნდამენტური უფლებების მკაცრი შეზღუდვით. ამას გარდა, ევროკომისიის მიხედვით შეინიშნება მნიშვნელოვანი უკუსლა იმ 9 პუნქტთან დაკავშირებით, რომლებიც განსაზღვრული არის კანდიდატის სტატუსისთვის კომისიის რეკომენდაციაში. ანგარიში ნათქვამია, რომ კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა და შექმნილი ინსტიტუტები გამოყენებული არის პარტიული მიზნებისათვის და ხელისუფლებას არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს მოქმედების კურსის შესაცვლელად და ქვეყნის ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად. გასული წლის შეჯამებისას პრემიერმა თქვა, რომ 2025 წელი ქვეყნისთვის წარმატებული იყო. ირაკლი კობახიძემ მთავრობის შემაჯამებელ სხდომაზე, პოლიტიკურ მიღწევებზე, ნარკოტიკებსა და კორუფციასთან ბრძოლის გააქტიურებაზე ისაუბრა და ეკონომიკის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები გამოყო. თქვა, რომ სახელმწიფო კომპანიებში ჭარბი დასაქმების ცვლილებიდან ეკონომიამ 56 მილიონი ლარი შეადგინა. შესყიდვების და პროექტების ოპტიმიზაციის დანაზოგი 646 მილიონი ლარია. პრემიერმა ყურადღება დაუთმო სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებას და თქვა, რომ შესყიდვები გახდა მაქსიმალურად გამჭვირვალე. მისივე თქმით, მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის მუშაობის შედეგად სახელმწიფომ 292 მილიონი ლარის დაზოგვა მოახერხა. კობახიძე აღნიშნავს, რომ ეკონომიკის სფეროში შედეგები შთამბეჭდავია, მისი შეფასებით 100%-ზე მეტიც შესრულდა ნაერთი ბიუჯეტის და ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი. პირველად გადასტება ჩვენი ეკონომიკა 100 მილიარდ დოლარს და მიაღწევს დაახლოებით 104 მილიარდ დოლარს. ერთ სულ-მოსახლეზე გადასტება პირველად ასევე 10,000 დოლარს და მსხვერპლობითი უნარის პარიტეტის მიხედვით გადასტება პირველად ასევე 30,000 დოლარს. ბუნებრივია ეკონომიკის ზრდა მთლიანობაში აისახება ქვეყნის ეკონომიკური პოზიციების გაძლიერებაზე, ასევე თუნდაც პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებაზე და რასთავარია ყველაფერი აისახება ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. 100%-ზე მეტი შესრულდა ნაერთი ბიუჯეტის და ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი. მიუხედავად საწყისი უარყოფითი პროგნოზებისა, ჩვენ შევძელით ლარის კურსის სტაბილურად შენარჩუნება. და სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის ჩვენი სავალუტო რეზერვები გადააჭარბებს 6 მილიარდ დოლარს. 30 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი თავად უხელმძღვანელებს. შესაბამისი განკარგულება მთავრობის მხრიდან დამტკიცებულია. ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟორიანმა თქვა, რომ კომისიის შემადგენლობაში შესაბამისი დარგის მინისტრები, მთავრობის ადმინისტრაცია და კონკურენციის სააგენტო იქნებიან. კობახიძემ სურსათის მაღალფასნამაზე საუბარი გასული კვირიდან დაიწყო. მან გამოთქვა ეჭვი შესაძლო კარტერულ გარიგებაზე და დაანონსა, რომ საჭიროების შემთხვევაში ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოიყენებენ. საკითხის შესწავლა დაიწყო სუსმა, ასევე დაანონსა საპარლამენტო კომისიის შექმნაც. პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის უკან ძალიან სვლად ისაუბრა სასურსათო პროდუქციის ფასნამატებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აღნიშნულს ესაჭიროება უფრო სიღრმისეული შესწავლა, ვინაიდან ხშირად ფასნამატები არ ექვემდებარება არანაირ ლოგიკას და შესაბამისად ეს აისახება მომხმარებელზე. აი ამ პროცესის უკეთესი კოორდინაციისთვის შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელსაც უხელმძღვანელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი
წარმოდგენილები იქნებიან შესაბამისი დარგის სამინისტროები, მინისტრებით, ასევე მთავრობის ადმინისტრაცია და კონკურენციის სააგენტო. გზავნილები ბიზნესმა სურსათის ფასებთან დაკავშირებით პირველ ეტაპზე პრემიერისგან ვიდეო მიმართვით მიიღო, თუმცა გასული წლის განმავლობაში იყო რამდენიმე შეხვედრა მსხვილი ბიზნესების წარმომადგენლებთან. უმეტესად მსგავსი შეკრების მიზეზი პოლიტიკური პროცესების პარალელურად კერძო სექტორში მსხვილ მოთამაშეებთან სხვადასხვა თემაზე საუბარი იყო, კონსულტაცია ან ვითარების წარმოდგენა. თუმცა რიგ შემთხვევაში სხვადასხვა სამინისტროების ხელმძღვანელებთან ერთად პროფილურად სიახლეების შესახებ ინფორმაციის გაზიარების მოწმენიც გავხდით. ყველაზე მასშტაბური ამ მხრივ ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილში ეგრეთ წოდებული თეთრი სიის ეტაპობრივი გაუქმება და ენერგეტიკაში კონტრაქტების გაუქმება გახდა, რომელზეც ალტერნატიული შეთავაზებების დაპირება ბიზნესმა შემდეგი წლისთვის მიიღო. თავის მხრივ რა სიახლეები ჰქონდა თავად კერძო სექტორს გასულ 12 თვეში, ამაზე სრული ჩამონათვალის გაკეთება საქმის კურსის ამ ეთერში ვერ გავწყვეტებით, თუმცა რამდენიმე მათგანს გამოვყოფ და ამ მხრივ ამ წლის ერთ-ერთი მთავარი ბიზნეს მოვლენა უდაოდ Eagle Hills-ის პროექტის დაანონსება გახდა. ინვესტორთან შეთანხმება ოქტომბერში გაფორმდა. ამ პროექტით ანონსდება თბილისის სათაგონიოში მულტიფუნქციური სერვისების შექმნა, რაშიც 6.5 მილიარდი დოლარის ინვესტირებაა დაანონსებული. ამბასადორი აილენდ ბათუმის პროექტის განვითარების თვალსაზრისით წელს მნიშვნელოვანი შედეგები დაფიქსირდა. წლის ბოლოს პროექტის მიწის სამუშაოების 50%-ზე მეტი უკვე განხორციელებულია. არქიმ ვაგონშემკეთებელი ქარხნის ყოფილი ტერიტორია იყიდა, სადაც 300 მილიონის ინვესტიციით ახალი საცხოვრებელი უბანი Grand Avenue უნდა აშენდეს. IG Development-მა ჭავჭავაძის გამზირზე ქონების ეროვნული სააგენტოს შენობა 36 მილიონ ლარად იყიდა. საინვესტიციო ვალდებულება დამატებით 20 მილიონი ლარია. კიდევ ერთი სიახლე ვისოლ ჯგუფს უკავშირდება. კომპანიამ 28 მილიონ ლარად თბილისში ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს შენობა შეიძინა. ის ფლობს მომიჯნავედ ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ შენობასაც. 2025 წელი იყო გამორჩეული კორპორაციული ბონდების გამოშვების კუთხით. ამ წელს სექტემბერში Silk Road ჯგუფმა 400 მილიონ დოლარიანი ევრობონდი განათავსა, რაც საქართველოს კერძო სექტორის ისტორიაში ყველაზე დიდი მოცულობის კორპორაციული ობლიგაციაა. 200 მილიონი ლარის ობლიგაციები განთავსდა ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკოს მხრიდანაც. 260 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა თეგედა ჰოლდინგმა. ბონდების მთავარი ინვესტორი კი აზიის განვითარების ბანკი იყო. წარმატებული იყო წელი ქართული ბანკებისთვისაც. საბანკო სექტორმა 11 თვეში 2 მილიარდ 980 მილიონი ლარის მოგება გამოიმუშავა და არის მოლოდინი, რომ წელს 3 მილიარდ 300 მილიონის ნიშნულს გადასცდებიან. 2025 წელს მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC და კრისტალი მიკრობანკები გახდნენ. შედეგიანობის თვალსაზრისით თითოეულის წინასწარი მონაცემები პირველი წლის წარმატებით ჩახურვის პროგნოზის საშუალებას იძლევა. სექტემბერში IDS ბორჯომის საქართველოს ახალი ქარხანა გახსნა. პროექტის ჯამური ინვესტიცია ამ შემთხვევაში 120 მილიონი დოლარი იყო. 80 მილიონ დოლარიანი ინვესტიციით კომპანია ჯორჯია მეტალის ქარხანა გაიხსნა. ახალი მეტალურგიული კომპლექსი სესტაფონის სოფელ არგვეთაში მდებარეობს. ისრაელის ერთ-ერთმა ჰოლდინგმა Tempo Beverages-მა ზედაზენის 60%-იანი წილი იყიდა ასევე მიმდინარე წელს. გარიგების ღირებულება 57 მილიონ დოლარს უტოლდებოდა. 21 მილიონ დოლარიანი ინვესტიციით თბილისში მშრალი პორტი გაიხსნა, რომელიც რეგიონში პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალია. 31 მილიონ დოლარიანი ინვესტიციით მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა ფოთში. ეს პროექტი ყაზახური და ქართული მხარეების მიერ ერთობლივად განხორციელდა. შიდა ქართლში კომპანია ფერიმ 230 მილიონ დოლარიანი ინვესტიციით 206 მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო ასევე 2025 წელს. თანაინვესტირების ფონდმა კი დედაქალაქში თაბორი პარაგრაფი გახსნა. სასტუმროში, რომლის მშენებლობაც თითქმის 8 წელი გრძელდებოდა, 500 მილიონ ლარამდეა ინვესტირებული. Silk Road ჯგუფმა ასევე სექტემბერში თბილისში სასტუმრო ტელეგრაფი გახსნა და პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 65 მილიონ ევროს აღემატება. როგორ იყო ბიზნესისათვის გასული წელი, როგორ აფასებენ ისინი 2025-ს, რა გამოწვევების წინაშე იდგნენ ისინი და როგორი არის მოლოდინი 2026 წლისათვის. იკა გაზდელიანმა მოუყარა მათ პოზიციებს თავი. ალბათ შერეული ემოციები იყო და შერეული გრძნობები და დამოკიდებულება, იმიტომ რომ პირველი ორი კვარტალი არ იყო მარტივი. მე ვერ მეტყვით რომ მე ბიზნესისთვის ეს იყო წარმატებული პირველი ორი კვარტალი, თუმცა მესამე კვარტალიდან იწყება მნიშვნელოვანი ზრდა. ეს არის ფინანსური მაჩვენებლების, ასე ვთქვათ,
აღდგენა, რომელიც აი პოლიტიკურ ეპიზოდებულ დაძაბულობამდე არსებობდა და მეოთხე კვარტალში უკვე განმტკიცდა ეს მაჩვენებლები. წლის პირველი ნახევარი უფრო 2024-ის ბოლო იყო, საკმაოდ პოლიტიკურად ღელვარებებით და ესე ვთქვათ დაღმავალი ტრენდით, მეტნაკლებად დაღმავალი ტრენდით გამორჩეული, თუმცა ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ სიტუაცია დასტაბილურდა, ზრდა ნარჩუნდება, ზრდის ტრენდი გვაქვს. ჩვენი კომპანიისთვის შემიძლია თქვა, რომ წარმატებული წელი იყო. უკეთესი იყო, ვიდრე მოლოდინი ჰქონდა. ზუსტად არ ვიცით საბოლოო შედეგები რა გვექნება, ხა ჩვენ იმიტომ რომ თვლით ხოლმე ამას ყოველთვის შემოსავლის მიხედვით, რა შემოსავლი დავაგენერეთ, მაგრამ ვიცით რომ უფრო მეტი გვექნება ვიდრე წინა წელს, მაგრამ ზუსტი ოდენობა ჯერ კიდევ დარჩა დღეები და არ ვიცით. ასევე მნიშვნელოვანი იყო წეღავ როგორც აღნიშნე, არა მხოლოდ ეს რაოდენობრივი, არამედ თვისობრივი ცვლილება ჩვენი კომპანიის, როდესაც ეს რეგიონალურ ჭრილში ვიქნებით წარმოდგენილი, ამიტომ შემიძლია ცალსახად თქვა, რომ წარმატებული წელი იყო ჩვენთვის. 2025 წელი იყო ძალიან განსხვავებული. ფაქტიურად ახალ სფეროში აღმოჩნდით, აბსოლუტურად შეიცვალა მომხმარებლის კულტურა, შეიცვალა სტუმარი, დიდი გამოწვევა იყო ფასები სექტორში, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ცვლადია ფასი, მაგრამ ზაფხულის პერიოდში საკმაოდ კაი მდგომარეობა შეიქმნა, იმიტომ რომ სტუმარიც იყო და საკმაოდ დარეგულირდა ფასები, მაგრამ რაც ჩემთვის ესე ვთქვათ ძალიან მტკივა, პროდუქტის ფასი იზრდება, რესტორნები ცდილობენ რომ ეს ფასი არ გაზარდონ მაქსიმალურად. ზოგადად ახლა 2025 იყო ასეთ ვისი турბულენციის წელი, ხო, ცვლილებების წელი იყო, ფაქტობრივად გადატვირთვის წელი ჰქონდა ჩვენ, ხო? ანუ აი ეს ასე ვთქვათ, თამაშის წესები რადიკალურად შეიცვალა. მოვიდა ახალი გუნდი ეკონომიკის კუთხით, ეკონომიკის სამინისტროში და ყველა ასე ვთქვათ, მისულობილ კომპანიებშიც შეიცვალა ხელმძღვანელობა ენერგეტიკის მიმართულებით. რაც ერთის მხრივ მართლა ხაზგასმელია მათი მონდომება, ჩართულობა ამ მიმართულებით ზოგადად რომ გამოსწორდა სიტუაცია და გახდეს ესე ვთქვათ გამჭვირვალე და გასაგები, თუმცა ესე ვთქვათ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ჰქონდა და ანუ ჯერჯერობით სამწუხაროდ ახლა ესე ყველაფრის მოგვარება ვერ მოხერხდა. ამოწევები ბევრი იყო თვითონ სექტორში, ბევრი პრობლემები გვაქვს ჯერ კიდე, რომელსაც ასოციაცია ძალიან ესე მუშაობდა, ჩართულები ვართ ამ კუთხით, მით უმეტეს კოვიდის პერიოდის მერე ბევრი რაღაც ადაპტაცია მოხდა ბიზნეს, თუმცა საბოლოო ჯამში რომ შევაფასო ჩემი ობიექტები სტრადას და ოროს შემთხვევაშიც დადებითი მაჩვენებლები გვაქვს და ვფიქრობ რომ ნელ-ნელა კიდე და კიდევ უფრო უკეთეს შედეგებს ვაჩვენებთ. ჩვენი კომპანიისთვის ყველა მიმართულებით მინდა აღვნიშნო, საკმაოდ წარმატებულად დაიხურა წელი, დაახლოებით 25%-იანის დაქონდა კომპანიას, ანუ ჩვენ მივაღწიეთ უკვე 750 მილიონიან პორტფელს, საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო და მომავალ წელს უკვე ვფიქრობთ რომ ეს პორტფელი უნდა გახდეს უკვე მილიარდიანი პორტფელი. ასე აღნიშნავ, რომ ინდუსტრიაც საკმაოდ კარგად გაიზარდა, მილიარდიანი ინდუსტრია უკვე ლიზინგის ინდუსტრია საქართველოსთვის და ნუ ჩვენი წილი 84%-ია ამ ინდუსტრიაში. საშუალო სტატისტიკური წელი იყო, მე ვიტყოდი, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ხორბლის მარაგები და გარდამავალი მარაგები ან მოსავალი საკმაოდ კარგია, ნუ დღესაც კარგია გარდამავალი მარაგები, ფასი სტაბილური არის. თუმცა შიდა გამოწვევები იყო, გითხარით, ანუ შიდა გამოწვევებში მე გულისხმობ მაგალითად ქართველი ფერმერების მიერ ვერჩაბარებას ხორბლის თავის დროზე, იქ გამოწვევები აღრიცხვიანობის მხრივ, აგრეთვე პურის ფასის, თქვათ, მატება იყო. უცნაური წელი იყო. პრინციპში მოსალოდნელიც იყო, რომ იქნებოდა შედარებით შემცირებული აქტივობა მომხმარებლის. გადმოვიდა მაინც 24-დან ეს ღელვარება, რომელიც 2024-ის ბოლოს იყო, მთელს წელს გაზრდა ფონად. უნებრივია ეს ბიზნესთვის არ არის, ვთქვათ, ხელსაყრელი პირობები, შესაბამისად მოსახლეობაც იყო დაბნეული და ძირითადად ორიენტირებული იყო უფრო პირველადი მოხმარების საგნების შეძენაზე. წელი იყო რთული ცხადია, იმიტომ რომ მიმდინარეობდა პოლიტიკური კრიზისის ფონზე, აქედან გამომდინარე ბუნებრივი განწყობა თვითონ ბიზნესში, ეკონომიკაში ზოგადად იყო საკმაოდ ისეთი რთული. თუმცა ბიზნესმა ვფიქრობ ყველაფერი გააკეთა იმისთვის და გამოიჩინა ასე ვთქვათ გამბედაობაც, კრეატიულობაც და წინდახედულობაც იმ კუთხით, რომ ყველაფერი გააკეთებინა იმისთვის, რომ მინიმიზაცია მოხდარიყო ამ შესაძლო ცუდი შედეგების. რაღაც შედეგები დადგა, თუმცა არა იმ მასშტაბის, როგორც შეიძლება და ყოფილიყო ბიზნეს რო არ იყო ჩავარდა. 2025 წელი გამორჩეული იყო არქისთვის და შეიძლება ითქვას რეკორდული იყო.
გაყიდვების მხრივ 75%-ით გაიზარდა გაყიდვები, ეს ასეთის და ასეთი მასშტაბურის და განპირობებულია. Რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენი მომხმარების, ჩვენი კლიენტების დობისთან დაკავშირებულია და ასევე იმ პრემიუმ პროექტებთან, რომელმაც არქივ დაიწყო. ახალი პრემიუმ პროექტები, როგორც არის Kingtamari, Arki Universe, Arki Horizon და Grand Avenues პროექტი. 2026 წელს ცხადია, როცა ჩვენ ვეკითხებოდით 25 წლის მესამე-მეოთხე კვარტალებში, მათი მოლოდინი არის პირველ რიგში გარდასახული საინვესტიციო აქტივობაში არის ძალიან პოზიტიური, ნიშნავს, რომ 2/3 კომპანიების აპირებს აქტიურად საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებას და ინვესტიცია არის სწორედ ის, რაც განსაზღვრავს ოპტიმიზმს. თუ არის ოპტიმიზმი, არის შესაბამისად საინვესტიციო აქტიურობა. თუ არ იქნება ოპტიმიზმი, მაშინ საინვესტიციო აქტიურობაც არ იქნება. 2026 წელთან დაკავშირებით თვითონ ძალიან მნიშვნელოვანია დეველოპერების განწყობა ამ შემთხვევაში. ჩვენი გუნდის განწყობა არის, რომ ახალი პროექტები დავიმატოთ, ესე ვთქვათ, არსებული პროექტებს ვასრულებთ, არსებულ პროექტს და ესე აქტიურად ვემზადებით ახალი პროექტებისთვის. რამოდენიმე პროექტს, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად დავაანონსებთ. ჩვენ ყოველთვის რაღაცნაირად მაინც ჩვენი ბიზნესიდან გამომდინარე გეგმავთ გაზრდას, იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია, მაშინ უნდა გავჩერეთ ერთ ადგილზე. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში მიგვაჩნია, რომ ზრდა გვექნება, რამდენი ყოველთვის უფრო პესიმისტურად უყურებთ ხოლმე, მაინც რადგან წლის დასაწყისია და არ გვინდა რაღაც ოპტიმისტური მოლოდინები შევიქმნათ, მაგრამ მაინც უკეთესი გონია იქნება ვიდრე 25 წელი. მომავალ წლიდან ჩვენ ციფრულ განვითარებას გეგმავთ, როგორც ეხლა დავასრულეთ და ძალიან საკმაოდ წარმატებულად და ასევე საკანონმდებლო ჩარჩოს ლიზინგის მიმართულებით, რომელიც ჩვენ მუშაობთ ეკონომიკის და ფინანსის სამინისტროსთან ერთად, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდეს ლიზინგის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ბევრ მიმართულებას მოიცავს, ასე ვთქვათ. 2026-ში დაგეგმილი გვაქვს ბევრი აქტივობა მარკეტინგის კუთხით, უფრო მეტ ადამიანს გვინდა გავაცნოთ თვითონ ჩინური ბრენდები. რამოდენიმე რამოდენიმე ბრენდის მოდელის პრეზენტაცია იგეგმება. 26-ში გეგმავთ ახალი პროექტების დაწყებას, როგორც თბილისში, ფაქტიურად ყველა უბანში, ასევე გეგმავთ დავიწყოთ პროექტები ზღვისპირეთში, ქობულეთში და ასევე გვინდა რომ დავიწყოთ ახალი სასტუმროს ტიპის, აპარტ-ოტელების ტიპის პროექტი კახეთში. გავაგრძელებთ საქართველოს ასე ვთქვათ, პირველად ჩვენს ამოცანას, რომ საქართველოში მოგზაურობა გავხადოთ პოპულარული და საქართველოს გარშემო მოგზაურობებს ჩვენს მიერ მონიშნული მარშრუტებით გავაგრძელებთ. შევეცდებით, რომ აი ამ კუთხით, ანუ სიღრმისეულად ცოტა სხვა რაკურსებით საქართველოში მოგზაურობის სურვილი გაუჩინოთ, არა მხოლოდ ქართველ მომხმარებელს, არამედ უცხოელებსაც. ნორმები და სტანდარტები რაც მოიცავს სახელშეკრულებო ურთიერთობას, რომ როგორც საერთაშორისო კონტრაქტებით ხდება ანაზღაურება, სახელშეკრულებო დავების გადაწყვეტა, საინჟინრო დავების გადაწყვეტა, რომ ეს ხელშეკრულება იყოს საერთაშორისო სტანდარტის ხელშეკრულება იყოს, რომ ორივე მხარეს ქონდეს თანაბარი უფლება ამ კონტრაქტში თავისი სიმართლე დაამტკიცოს და ასე ვთქვათ გაიტანოს. რაც მიცემს კომპანიებს საშუალებას, რომ ოპტიმიზაციები გააკეთონ პროექტის, ახალი პროდუქტები შემოიტანონ ბაზარზე, ხარისხიან პროდუქტზე გააკეთონ გათვლა და რა თქმა უნდა თვითონ პროდუქციის სტანდარტიზაციაც უნდა მოხდეს. პირველი ეს არის გლობალური გამოწვევები, რომელიც ჩვენზე არ არის დამოკიდებული და ჩვენ წლების განმავლობაში ქონდა ძალიან მაღალი რეიტინგები, მაჩვენებლები და ამის მონეტიზაცია და საინვესტიციო უცხოური ინვესტიციების გარდასახვა ჯერ იმ ფორმით ვერ მოახდენეთ და რისით შეგვეძლო პოტენციურად. მეორე შიგნით რაც არის, ეს არის ორი მთავარი გამოწვევა, ეს არის კვალიფიციური კადრების ნაწილში პრობლემები, რომელიც გვაქვს და ამაზე უნდა ვიმუშაოთ არა მხოლოდ მოკლევადიანი გადამზადებებით, არამედ გრძელვადიანად მოვიფიქროთ მაღალი კვალიფიკაციის შესაბამისი პროფესიული კადრების, ვთქვათ, ბაზის შესაქმნელად საქართველოში საინვესტიციოდ. თავარი გამოწვევა ალბათ არის და რჩება ჯერ კიდევ არის ესე ვთქვათ, ეს მდგრადობა, სტაბილურობა და თანმიმდევრულობა, ანუ გარკვეული თამაშის წესების დადგენაში, ჯერ პირველ რიგში თქონდა გამჭვირვალობა ამ პროცესში და ჩართულობა მაღალი ასე ვთქვათ, კერძო სექტორის, რაც თქვი უკვე ასეთი უზრუნველყოფილია და ამ ეტაპზე ნამდვილად და მეორე ის რომ გრძელ ვადაში ბიზნეს, განსაკუთრებით ჩვენ სექტორის ბიზნეს, რომელსაც ზუსტად ესეთი გრძელვადიანი ინვესტიციით გამოირჩევა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გამჭვირვალობა კონდეს თუ თანმიმდევრულად რა ნაბიჯები იქნება გადადგმული
სახელმწიფოს მხრიდან და რა ხელშეწყობის ინსტრუმენტები ექნება სახელმწიფოს მხრიდან. საკმაოდ დიდი პოტენციალია მინდა ამშო საქართველოში და ეხა ვითარდება და ამ კუთხით უკვე ნდობა დაიმსახურა და იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად ვაკეთებთ ჩვენს პარტნიორთან TV's Capital-თან და ასევე ბაზარზე კიდევ არის ორი კომპანია და ამ კუთხით ყოველ წელიწადს და არის და ერთ-ერთი კარგი განვითარება არის ქვეყნის ეკონომიკისთვის კაპიტალების ბაზრის განვითარება. ევროკავშირთან ინტეგრაცია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი, რა ვიცი, აწყოც და მომავალიც, იქიდან გამომდინარე ცივილური ბაზარი არის ევროკავშირის ბაზარი. ჩვენ რაც ვილაპარაკეთ რეალურად ის პრობლემები, რაც ჩვენ დარგში არის, რეალურად ჩვენ რო ევროკავშირთან მიმართულებაში კონდეს ეს და მეზობლად ვიყოთ, ეს პრობლემები რა თქმა უნდა არ იქნება. ამას ჩემი აზრით ალტერნატივა არ აქვს, აუცილებელია ევროკავშირისგან სწრაფო და მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გამოყენება მაქსიმალურად. რომ მნიშვნელოვანია რომ ქვეყანა ვითარდებოდეს სწორი გზით, მაქსიმალურად იყოს ორიენტირებული ევროინტეგრაციაზე, ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ და ეს პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. და რა ბუნებრივია შიდა პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ასეთი როგორ ვთქვათ, დაპირისპირება ხელს უშლის რა თქმა უნდა ბიზნესის განვითარებას და აუცილებელია რომ ეს დაპირისპირება საქართველოში დასრულდეს და ნორმალურ პირობებში გადავიდეს პოლიტიკური ცხოვრება. ჩვენს მიმართულებას ალბათ უფრო გადასახადები, რომ უფრო ნაკლები იყოს, უფრო მომგებიანი იქნებოდა, ანუ ავტომობილის შესყიდვის დროს გამბოჯება რომ უფრო ნაკლები იყოს პროცენტი. ეს ძალიან მომგებიანი იქნებოდა თვითონ შემსყიდველისთვის, რა თქმა უნდა. რაც ფასადაც რეალურად აისახებოდა და უფრო მეტი ადამიანი შეძლებდა ავტომობილის შეძენას. კიდევ ვიტყვი, რომ ამ წელიწადში ძალიან განვითარდა დამტენების ინფრასტრუქტურა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, რომ 2026-ში კიდევ უფრო განვითარდება, რაც ხელს შეუწყობს რეალურად ჩვენერ ბიზნესებს. ანუ სჭირდება ბიზნეს სტაბილური გარემო ცხადია, მაგრამ სტაბილურობასთან ერთად სტაბილურობაში გულისხმობა სამართლებრივი სამართლიანი გარემო. პოლიტიკური სტაბილურობა, სამართლიანი გარემო და ყველა იმ ინსტიტუტის, დემოკრატიული ინსტიტუტის არსებობა ქვეყანაში, რომელიც უზრუნველყოფს კაპიტალის დაცულობას. პირველ რიგში ეს არის და ამის შემდეგ არის უკვე კონკურენტული გარემო, ამის შემდეგ არის კორუფციისგან დაცლილი გარემო და ასე შემდეგ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით ამ წლის დეკემბერში ქვეყანაში საარსებო შემწეობა 7,117 პირმა მიიღო. აქედან 224,895 საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლია. ნოემბერთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 19%-ით არის გაზრდილი. შორ მანძილზე მგზავრების გადაყვანა მიკროავტობუსებისათვის კიდევ 2 წლით ნებადართული იქნება. რეგულაციის ძალაში შესვლა კიდევ ერთხელ გადავადდა. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქარსაფარის სისტემის მოწყობის გრძელვადიან სახელმწიფო გეგმის მიხედვით, საქართველოში 2030 წლამდე არანაკლებ 5,000 ჰექტარი ქარსაფარი უნდა გაშენდეს. თბილისში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ საქართველოში ვიზიტამდე შესაძლო რისკები აწონ-დაწონონ. Bloomberg-ის და Forbes-ის შეფასებით 2025 წლისთვის ყველაზე მდიდარი ქართველი მიხეილ ლომთაძეა. Bloomberg-ის შეფასებით მისი ქონება 5 მილიარდ 100 მილიონ დოლარად არის შეფასებული. Forbes-ის შეფასება 5 მილიარდ 800 მილიონი დოლარია. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით 2025 წლის დეკემბერში ქვეყანაში საარსებო შემწეობა 7,817 პირმა მიიღო. აქედან 244,895 საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეა. ნოემბერთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი 1465-ით არის გაზრდილი. ეს ნიშნავს, რომ საარსებო შემწეობას მოსახლეობის 19%-ზე მეტი იღებს, მაშინ როცა მაჩვენებელი 2024 წელს 18%-იანი იყო. 2026 წლიდან სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა, რომლითაც შემწეობის მიმღებები სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 300 ლარს იღებდნენ, ჩერდება. ოფიციალური სტატისტიკით მთავრობას 2022-2024 წლებში 40,000-მდე სოციალურად დაუცველი ყავდა დასაქმებული. მთავრობაში განმარტავენ, რომ ქვეყანაში სამუშაო ძალის დეფიციტია და სოციალურად დაუცველებს, რომლებსაც აქამდე თავად დასაქმებდა, ახლა დასაქმების ბაზარზე უშვებს. თუმცა ამ დრომდე ღიად რჩება კითხვა, 300 ლარიან სამუშაოსთან ერთად დაკარგავენ თუ არა ეს ადამიანები სოციალურად დაუცველი სტატუსიც. დეკემბერში საარსებო შემწეობაზე ბიუჯეტიდან 71 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით ქვეყანაში შემწეობას 278,000-ზე მეტი ბავშვი იღებს.
სემეკმა ირიგაციის მომსახურების ახალი ტარიფი განსაზღვრა, რომელიც აპრილიდან ამოქმედება. მარეგულირებლის ინფორმაციით, ცვლილება მიზნად ისახავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, სისტემების რეაბილიტაციას, დანაკარგების შემცირებას და ფერმერებისათვის წყლის უფასო საიმედო მიწოდებას. ტარიფში გათვალისწინებულია ყველა ის აუცილებელი ხარჯი, რაც საჭირო არის მელიორაციის სექტორის ეფექტიანი მუშაობისთვის. ამავე ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ტარიფის ზრდა ფერმერებს სრულად არ დააწვება, რადგან სახელმწიფო მელიორაციის სექტორის მხარდაჭერის სუბსიდირების მექანიზმის მეშვეობით გაგრძელებას გეგმავს. ახალი სატარიფო სისტემა ემყარება სამართლიან პრინციპს, აღნიშნავს სემეკი. მანძილზე მიკროავტობუსით მგზავრების გადაყვანა 2026-შიც დაშვებული იქნება. რეგულაცია ამჯერად თითქმის 2 წლით გადავადდა. მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტით თბილისი-ბათუმის ხაზზე მომუშავე მიკროავტობუსებისათვის წესები ძალაში 2027 წლის 1 ივნისიდან შევა. სხვა ყველა ქალაქთა შორისი ხაზი, თბილისი-ქუთაისი, ზუგდიდის მიმართულებით და ასე შემდეგ რეგულაცია ამოქმედება 2027 წლის 1 დეკემბრიდან. მანამდე მათზე ეს შეზღუდვები არ გავრცელდება. საქალაქთა შორისო გადაყვანებთან დაკავშირებით რამდენიმე ახალი რეგლამენტი 2024 წლის განმავლობაში დამტკიცდა და ამოქმედება ეტაპობრივად 2025 წლიდან იყო დაგეგმილი. რეგულაციებს შორის იყო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 1 ივნისიდან წელს საქალაქთა შორისო გადაყვანა შორ მანძილზე მიკროავტობუსებისათვის ვეღარ განხორციელდებოდა. თუმცა 30 მაისის დადგენილებით ამ შეზღუდვის ამოქმედება 2026 წლის 1 იანვრამდე გადავადდა. ახლა რიგ შემთხვევაში 2027 წლის 1 ივნისამდეა გადავადებული და რიგ შემთხვევაში 2027 წლის 1 დეკემბრამდე. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქარსაფარი სისტემების მოწყობის გრძელვადიან სახელმწიფო გეგმასთან თანხვედრისათვის 2030 წლამდე არანაკლებ 5000 ჰექტარი ქარსაფარი უნდა აშენდეს. ეს მინისტრის მოადგილის ლაშა დოლიზის და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშველაძემ სანერგემეურნეობების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილეს. უწყების ინფორმაციით, ამ შეხვედრის მიზანი ქარსაფარი ზოლების აღდგენა გაშენების პროექტის ფარგლებში სანერგემეურნეობების წარმომადგენლებისათვის სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი სამუშაოების გაცნობა და პროცესში მათი ჩართულობის შესაძლებლობების შეფასება იყო. ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია 2021 წელს დაიწყო. დღის მდგომარეობით ინვენტარიზებულმა ქარსაფარებმა 12000 ჰექტარზე მეტი ფართობი მოიცვა და აქედან 6000 ჰექტარამდე ქარსაფარს მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი. მთის ტრასების სააგენტოს ინფორმაციით, გუდაურში ახალი წლის დღეებში საბაგიროები ჩვეულ რეჟიმში 10 საათიდან 17 საათამდე იმუშავებს. MTA-ის ინფორმაციით, სასრელო დღეა ტრასები პირველი გუდაურა, ახალი გუდაურა, კიკილო პირველი და კიკილო 2. ასევე ჩართულია საბაგიროები პირველი გუდაურა, სოლიკო, შინო, ახალი გუდაურა, კიკილო. სააგენტო აღნიშნავს, რომ ახალი წლის დღეებში საბაგიროები და ტრასები ამინდის შესაბამისად ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ბაკურიანშიც. თბილისში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ საქართველოში ვიზიტამდე შესაძლო რისკები აწონ-დაწონონ. სექციის განცხადებით, ბოლო დროს ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევებმა მოიმატა რუსეთის ფედერაციის იმ მოქალაქეებისათვის, რომელთა პასპორტებშიც დაბადების ადგილად მითითებული არის უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთი, ყირიმი, დონეცკის სახალხო რესპუბლიკა, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები. არსებულ ვითარებაში, როდესაც საქართველოს სასაზღვრო ორგანოების ქმედებებს საქართველოში დასასვენებლად რუსეთის მოქალაქეების გეგმებში გაურკვევლობის ელემენტი შეაქვს, იქ გამგზავრების მსურველ ჩვენს მოქალაქეებს მკაცრად ვურჩევთ, რომ ყველა გარემოება და შესაძლო რისკი ყურადღებით აწონ-დაწონონ, ნათქვამი არის განცხადებაში. და 2025 წლის საქმის კურსის მიწურულს საახალწლო განწყობისათვის ყველაზე შემოსავლიანი საახალწლო ფილმების ჩამონათვალიც უნდა შემოგთავაზოთ, რომელსაც დაგიტოვებთ და ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით 2026 წელს. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ და წარმატებებს მომავალ წელს.
სადღესასწაულო პერიოდში საახალწლო ფილმების წარმოება მოგებიანი ვარიანტია, რადგან როგორც წესი ისინი საოჯახო ან საბავშვო ხასიათისაა და იმ სეგმენტზეა გათვლილი, რომლებიც ერთხელ ნანახ ფილმებს კიდევ არაერთხელ უბრუნდებიან. საახალწლო ფილმები ძირითადად ხასიათდება იმით, რომ ისინი მაყურებელს აძლევენ იმ განსაკუთრებულ სითბოს, რომელიც დაკავშირებულია ოჯახის, მეგობრების და სიყვარულის თემებთან, რის გამოც ისინი განსაკუთრებულ განწყობაზე გვაყენებენ და შესაბამისად არ გვბეზრდება. გასაგებია ისიც, რომ მსგავსი ფილმები, რომლებსაც ხშირად უყურებთ, საკმაოდ დიდ თანხებსაც გამოიმუშავებენ. დღეს სწორედ ასეთ საახალწლო შედევრებზე უნდა ვისაუბროთ, ანუ იმ საშობაო ფილმებზე, რომლებმაც ისტორიულად ყველაზე დიდი თანხები გამოიმუშავეს. მეხუთე ადგილი საშობაო ზღაპარი, $325 მილიონი. ეს არის ჩარლზ დიკენსის უკვდავი კლასიკის თანამედროვე ეკრანიზაცია. ფილმმა დაახლოებით $325 მილიონი მოაგროვა მიუხედავად საკმაოდ მაღალი $175 მილიონიანი ბიუჯეტისა. ჯიმ ქერის მონაწილეობამ და 3D ტექნოლოგიების გამოყენებამ პროექტს დამატებითი პოპულარობა მოუტანა. სკრუჯის ისტორია სინანულზე გამოსყიდვასა და მეორე შანსზე ყოველ ეპოქაში აქტუალურია, რაც ფილმს არა მხოლოდ საშობაო, არამედ ზოგადად ჰუმანურ კინოდ აქცევს. მეოთხე ადგილი როგორ მოიპარა გრინჩმა შობა, $345 მილიონი. 1957 წელს საბავშვო მწერალმა თეოდორ სუსმა შექმნა შედევრი პერსონაჟ გრინჩის სახით, რომელიც დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და მწერლის გარდაცვალების შემდეგაც ბესტსელერია. 2000 წელს კი რონ ჰოვარდმა ამ მწვანე არსებასთან დაკავშირებით ფილმი გადაიღო, რომელშიც მთავარ როლს ერთ-ერთი საუკეთესო კომიკოსი ჯიმ ქერი ასრულებს. გრინჩი არის ჰუმანოიდური მწვანე არსება, რომელსაც განზრახული აქვს ქალაქ ჰუვილის მოსახლეობას შობა მოპაროს, თუმცა ის გაიცნობს პატარა გოგო სინდი ლუს, რომელიც მას აუხსნის შობის ღამის რეალურ მნიშვნელობას და გრინჩის გულიც სამჯერ უფრო დიდი ზომის გახდება. ეს არის ერთ-ერთი უნიკალური საშობაო ფენტეზი, რომელიც გულგრილს არ ავისტოვებს. მესამე ადგილი მარტო სახლში 2, ნიუ-იორკში დაკარგული, $359 მილიონი. პირველი ფილმის მსგავსად მეორე ნაწილშიც ლეგენდარული კევინ მაკალისტერის ოჯახი და თავად კევინი სხვადასხვა თვითმფრინავში ჩასხდებიან და კვლავ დაიკარგებიან. ნიუ-იორკში ჩასულ კევინს ძველი ნაცნობები, ეგრეთ წოდებული სველი ბანდიტები დახვდებიან. ფილმი გააკრიტიკეს ზედმეტად ბრუტალური მახეების გამო, რადგან ბავშვისთვის წარმოუდგენელია მსგავსი ტიპის ხაფანგების დაგება, რასაც მსახიობ ჯო პეშის თავზე დამწვრობაც კი მოჰყვა. ფილმის ერთ-ერთ მონაკვეთში მაკალისტერი პლაზა სასტუმროში ბინავდება, რომელიც დონალდ ტრამპის საკუთრებაა და ამ ლოკაციაზე გადაღების სანაცვლოდ ტრამპმა რეჟისორს თხოვა კამეო როლი მიეცა, რაზეც კრის კოლუმბუსი დათანხმდა. აღსანიშნავია, რომ პირველი ნაწილისგან განსხვავებით, სადაც მაკალაი კალკინმა $100,000 მიიღო, ამჯერად მისმა ჰონორარმა $4,5 მილიონი შეადგინა და პლუს 5% ფილმის შემოსავლიდან. მეორე ადგილი მარტო სახლში, $467 მილიონი. ალბათ უმრავლესობისთვის მარტო სახლშის პირველი ნაწილი პირდაპირ კავშირშია ახალ წელთან, თავისი საშობაო განწყობისა და ზეკრეატიული სცენარიდან გამომდინარე. მარტო სახლში თავდაპირველად Warner Brothers-ის მიერ იწარმოებოდა, როდესაც კომპანია 20th Century Fox-ის დისტრიბუტორი გახდა, ფილმის ბიუჯეტი $14-დან $17 მილიონამდე გაიზარდა. გამოსვლისთანავე მხოლოდ ამერიკაში თითქმის 68 მილიონი ბილეთი გაიყიდა, რითაც კინო საბოლოო ჯამში თავისი შემოსავლებით გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა როგორც ყველაზე შემოსავლიანი მოქმედებითი კომედია. თუმცა ეს რეკორდი 2011 წელს ჰენგოვერის მეორე ნაწილმა მოხსნა. ახლახან ფილმში გამოყენებული 826 კვადრატული მეტრის ფართობის სახლი აუქციონზე $5.25 მილიონ გაიყიდა და ამით მყიდველმა კინოს ისტორიიდან ერთ-ერთი ლეგენდარული ლოტი მიიღო. პირველი ადგილი გრინჩი $529 მილიონი. სიაში მეორედ ვხვდებით გრინჩის პერსონაჟს უბრალოდ ამჯერად მულტიპლიკაციური სახით. 2013 წელს ერთ-ერთმა წარმატებულმა კინოკომპანია Illumination-მა ფილმის პოპულარობიდან გამომდინარე გადაწყვიტა 3D მულტფილმი შეექმნა. კომპანიამ ნაწარმოების რეკლამისთვის $80 მილიონი დახარჯა და მის ტრეილერს ხვდებოდით სხვადასხვა ღონისძიებებზე. სოფლიო მასშტაბით მისი პრომოუშენი $121 მილიონი დაჯდა, ამან კი შედეგი გამოიღო, რადგან მულტფილმი 2018 წელს შემოსავლებით მხოლოდ იურული სამყაროს ფილმს ჩამორჩა. შეიძლება ითქვას, რომ გრინჩის გაცოცხლებულმა ისტორიამ ბავშვების სულახალ თაობას ხელახლა გააცნო ეს განსაკუთრებული პერსონაჟი. ამასთან გარდა კინოგაქირავებისა გრინჩი უზარმაზარ კომერციულ ბრენდად გადაიქცა. სათამაშოები, ტანსაცმელი, საახალწლო დეკორაციები და რეკლამები ფილმის შემოსავლებს დღემდე მნიშვნელოვნად ზრდის.